მეორე საფეხური არის კვანძის შეკვრა, ანუ თოფის ჩახმახი გაჩხაკუნდათ ამბავში. აიწია ტემპერატურა. თოფის გაჩხაკუნება თავისთავად ნიშნავს, რომ რაღაცა იძაბება, ხო? მესამე საფეხური არის კულმინაცია. ესე იგი თოფებმა ატეხა ერთი ამბავი, ყველა თოფი ისვრის, ხმაურია. ესე იგი ტემპერატურა მიაღწია დუღილის შკალას. ხვდებით შვილები? და ვიღაცა ან დაიჭრა, ან მოკვდა, ან როგორც არის. ეს როგორც თქვენ ამბავს მოუხდება. მეოთხე საფეხური არის კვანძის გახსნა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავში. ისევე როგორც ყველა საფეხური, მაგრამ ყველაზე საინტერესო ჩემთვის პირადად არის კვანძის გახსნა. იმიტომ რომ ჩვენ რო გვეგონა, რომ აი ეს სისხლი დაიღვარა რომელიღაც თოფიდან ნასროლი ტყვით, აღმოჩნდება კვანძის გახსნაში, რომ ამ თოფიდან კი არ მოხდა გასროლა მოხდა იმ თოფით. საიდანაც არ ველოდით და ამბავი ტრიალდება 180 გრადუსით. და მეხუთე საფეხური არის ფინალი. ლოგიკური წერტილი. აი ეს არის ამბის აგების ხუთი საფეხური. ჩემი სათხოვარი თქვენთან, რომ თქვენ რაღაცნაირად გაიწაფოთ, ამაში მოიხარშოთ რა. და ეგ გაძლევთ ძალიან ბევრ შესაძლებლობას თუ დაუკვირდებით კარგად. მე მინდა ამაზე იფიქროთ. იმიტომ რომ ამბავი უფრო საინტერესო გახდეს. ეგ მაგას მიაქციეთ ყურადღება, რაც უფრო ისეთ მოცემულობას შექმნით, რომ კონფლიქტში ადრე შედიან გმირები, მაყურებლისთვის და მკითხველისთვისაც არის უფრო საინტერესო. აქ ისეთი მოცემულობა, ისეთი გარემოა. აი ეს არაბუნებრივი პლასტიკა რო არის, ამას მე ვეძახი ხოლმე პადაჩას იმისთვის, რეჟისორისთვის რა. ეს არაბუნებრივი პლასტიკა იმითი არის გამოწვეული, ამას თავის ლოგიკა აქვს, რომ ესენი ერთ კუბოში არიან, ხვდები, ერთმანეთი აწუხებთ. ეს გაწირ ცხვირიო რო ეუბნება. საუკეთესო ვარიანტში ჩვენ ვხედავთ აისბერგის თავს, ხო? უფრო მეტი ქვემოთ უნდა იყოს. აი ეს თქვენი გმირების პლასტიკაც უნდა დაინახოთ. რაღაცა მდგომარეობა უნდა მიცეთ ამისთვის, რომ იმათ თავისი პლასტიკა ქონდეს. აი ეგ არის პადაჩა რეჟისორისთვის. და თქვენთვისაც, რომ უფრო ცხადად დაინახოთ თქვენი პერსონაჟები როგორ მოძრაობენ, როგორ მეტყველებენ. სად გადავიდა კვანძის შეკვრაში. ეხლა თავს ნამდვილად არ ვიქებ რა, არა ვარ ის კაცი არც ადამიანურად და რაღაცა წარმოდგენა არ მაქვს ჩემ თავზე, მაგრამ მე რო გიხსენეთ იუნესკო და ბეკეტი, ყურადღება მიაქციეთ რა ასეც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ბეკეტი როცა რაღაცას აკეთებს, ორივე მსოფლმხედველობრივად ერთ აბსურდისტები არიან, ორივე. მსოფლმხედველობრივად ერთი ისა. მაგრამ ხერხი, როგორც ისინი მუშაობენ, არის რადიკალურად სხვადასხვა. რას გულისხმობ? იუნესკო ამას აკეთებს, აი ბავშვი რო ხატავს რაღაცას და მაგრა რო აჭერს ფანქარს რა. აი ესე გამოკვეთილად აკეთებს ამ ხუთ კომპონენტს იუნესკო. მაგრამ ბეკეტი, ვინც ჩემთვის უფრო დიდი ავტორი, ასე ვთქვათ რა. ეხლა ეს დოღი არ არის რომ შეადარო, ის თავისებურად აკეთებს, ეს თავისებურად. ბეკეტი ამას აკეთებს ისე რომ ვერ ხვდები. აი საოცრება მანდარი რა. არა და ხუთივე კომპონენტია. აი აქ მცდელობა მქონდა მე მაგისი რომ ეს გადასულიყო ისე ექსპოზიციიდან კვანძის შეკვრამდე გადასულიყო ისე რომ კრთალი ყოფილიყო ეს. ეს ძალიან რთული ამოცანა ავტორისთვის თვითონ. ექსპოზიცია არის ვრცელი, იმიტომ რომ იქით კულმინაციას და კვანძის გახსნას ყოფილიყო სხარტი. ამიტომ დაჭირდა დიდხანს ამას მომწიფება. ჩემთვის მაგალითად კვანძის შეკვრა რა უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ. მე კი გითხარით რომ დაუშვათ იქ ჩახმახი გაჩხაკუნდა, ხო? ჩემთვის კვანძის შეკვრა იწყება იქ, სადაც ამათ სიმპათია უჩნდებათ ერთმანეთს. აი რა უცნაურ რაღაცას გეუბნებით ახლა, ხვდები? სადაც ამათი მდგომარეობა იცვლება, თავიდან აწუხებთ ერთმანეთი. მე რაღაცა სხვა მოვლენაში გადადიან. კულმინაცია არის ამათი ისტორიები თავთავის ოჯახში. თქვენ ძალიან სწორად შენიშნეთ. მე ეს ამბავი მქონდა გაწყვეტილი სხვა შორის ესენი რომ გადიან. ანუ ორ კაციანად ხედავთ თავიდან. და მე არ დამაკმაყოფილა ამან. მეთქი ამას რაღაცა სიმართლე აკლია, აი სუსხიანი სიმართლე აკლია. და აი რო გეუბნებით მე თქვენ რო ის რა ქვია, კომპასია მეთქი რა. და ამ კომპასმა მიკარნახა მე იქით
ამის ცოლი და იმის ქმარი, ხვდები? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხუთი საფეხური, რაზეც მე თქვენ გელაპარაკეთ. კიდე ერთხელ ვიმეორებ, მაგიტო არის საჭირო ამისი ღდინამდე ცოდნა ამ ხუთი საფეხურის, ხვდებით? ეს გაძლევს საშუალებას, რომ უბრალოდ ამბავი კი არ მოყვე. უბრალოდ რა ამბავიც არ უნდა მოყვე, ისეთ საინტერესო ვერ იქნება თუ ამას არ გადიხარ ამ საფეხურებს. ანუ კომპასია კიდე ერთხელ. ეს როგორ მოყვე საინტერესოდ. ეს უკვე ხელობის ამბავი. ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ეხლა შეიძლება ყველაზე არსებიც ეხლა გეუბნებით. არ ვიცი წინა შეხვედრაზე, მე საერთოდ ამას ლექციებს არ ვარქმევ. ვისაუბროთ, ჩვენი საუბრები, ასე ვთქვი. მე მინდა გითხრა, ჩემთვის რა არის მწერლობა? ჩემთვის მწერლობა არის სიტყვით ხატვა და იმ სიტყვით ხატვა ძალიან ესეთია აი კინორეჟისურა არის კადრით ხატვა, კადრი, გამოსახულება. მწერლობა არის სიტყვით ხატვა. რადგანაც ჩემი მაესტრო იყო თამაზ ჭილაძე და ამ ეგიდით ნიშნით გაგვაერთიანა ის მაშინ ახალგაზრდები ვიყავით ჩვენ და შეგვარჩია რამდენიმე ადამიანი და სემინარებს აწყობდა ხოლმე. და თამაზის მთავარი გზავნილი იყო ჩვენთან, მაშინ დრამის მკეთებლები არსებობდნენ, შვილები. ანუ ხელი გაწაფული ჰქონდათ და დიდი ფული იშონებოდა ამაში, დრამატურგიაში, იმიტომ რომ იქ რუსეთში იდგმებოდა, იქ იდგმებოდა. და რადგან თამაზ ჭილაძე ამას დაუპირისპირდა, ჩვენთან გამოუშვა ეს გზავნილი, რომ დრამატურგია ლიტერატურაა და ესეც არის. ნაღდი დრამატურგია ლიტერატურაა და რადგანაც დრამატურგია ლიტერატურაა, თუ ესე მიიღე. მაშინ რა თქმა უნდა თავის წესები აქვს და ეს ამბის აგებაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ, მაგრამ უმთავრესი ნიშანი არის სიტყვით ხატვა. ზუსტი სიტყვა უნდა მოძებნო. ამიტომ არის მწერლობა რთული. რომ ყველაზე ზუსტი სიტყვა უნდა. აი ამიტომ არის ეს რთული საქმე და ამიტომ არის ღამეების თენება ჭირდება და სისხლის გაღება და უფლის ღვრა და რა ვიცი ყველაფერი ერთად. ეს ამას იმიტომ გეუბნებით, რომ რადგან ეხებით ამ სფეროს, კაცრად მეუდექით თქვენ თავს და ეძებეთ ყველაზე ზუსტი სიტყვა, რომელიც შეიძლება არ იყოს მაინდა-მაინც კარგი სიტყვა, მაგრამ ზუსტი იყოს იმ ადგილას, ესე იგი კარგი სიტყვა.